პირველი სამუსიკო სკოლის დაარსება, რომელიც ჯერ სასწავლებლად გარდაიქმნა. დღეს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად იწოდება საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის ალოიზ მიზანდარის სახელს უკავშირდება. ღონისძიება, რომელიც მუსიკოსის ხსოვნასა და ღვაწლს მიეძღვნა, სიმბოლურად თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. საღამოზე შესრულდა ალოიზ მიზანდარის რომანსი ჩვენ დავშორდით, რომელიც პირველ დაბეჭდილ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ეს სწორედ იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი საღამო, ვინაიდან ეძღვნება ადამიანს, რომლის დამსახურებით არსებობს ჩვენი კონსერვატორია, რომლის დამსახურება ის, რომ ჩვენი ქართული საფორტეპიანო სკოლა აი ასეთ დონეზეა და ასეთ საერთაშორისო ასპარეზზე გასული და ეს გახდათ პირველი ქართველი პიანისტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა, ასევე პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი. ამიტომ ყოვლად განუზომელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, კომპოზიტორთა კავშირს და მინდა ასევე დავანოსო ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების შემდეგი კონცერტები. სერია გაგრძელდება სექტემბერში ბათუმში, შემდეგ ბორჯომში, ქუთაისში და საზეიმოდ დაიხურება 5 დეკემბერს ჩემი და დავით ალადაშვილის კონცერტით. დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა შესანიშნავი ქართველი პიანისტის და მუსიკოსის ალოიზ მიზანდარის სახელს გავიხსენეთ. შესრულდა მისი არაერთი ნაწარმოები, როგორც საფორტეპიანო პიესები, ასევე საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოები, პირველი ბეჭდური ტიპის რომანსი, რომელიც ქართულ კლასიკურ მუსიკაში დაიბეჭდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ პირველი ბეჭდური ნაწარმოები ეკუთვნოდა სწორედ ალოიზ მიზანდარს. მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ჩვენი კულტურის განვითარებისთვის, იმ ადამიანების სახელების კვლავაც გახსენებისთვის, რომლებაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში. საღამოზე გაიმართა ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც მის შთამომავალს ლევან მიზანდარს ეკუთვნის. ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როცა ჩვენ ალოიზ მიზანდარზე ვსაუბრობთ, ეს არის ევროპული კულტურის საქართველოში დაბადება, იმიტომ რომ ის იყო პირველი ქართველი მუსიკოსი კავკასიიდან ელჩი შეიძლება ითქვას, რომელმაც მიიღო დიდი განათლება და ჩამოვიდა მერე დაბრუნდა სამშობლოში და ეს ევროპული განათლება ლისტთან, მარმონტელთან, ბრამსთან, როსინთან და აი ასეთ კორიფეებთან ურთიერთობა ჩამოიტანა თბილისში. შემდეგ შექმნა სამანელთან და ალიხანოვთან ერთად პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც დღეს კონსერვატორიაა. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის, როდესაც მას იხსენებენ, არ ივიწყებენ. ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი საღამო პროექტ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2024 წელს პიანისტმა თამარ ლიჩელმა დააფუძნა. ინიციატივის მიზანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.